პუტინს 9 მაისისთვის დიდი მზადება აქვს, თუმცა შესაძლოა ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ელოდება. სამხედრო აღლუმამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ ილჰამ ალიევი მოსკოვში არ ჩადის, მან ვიზიტი უკვე გააუქმა და ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა გაავრცელა. მივიდა მოსკოვში ცნობა, რომ ალიევი არ ჩავა, ახსნა კი იყო ის, რომ მან შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც ჰეიდარ ალიევს ეძღვნება. ასევე მოსკოვში ვიზიტი უკვე გაუქმებული აქვს ლაოსის პრეზიდენტს თონგლუნ სისულიც, რომელიც როგორც ავრცელებენ ცნობებს კორონავირუსით დაავადდა. ეს არის რეალური მიზეზები, თუ შიში 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის გამო ეს არის უკვე ცალკე საკითხი. პუტინი ცდილობს ახლა მოახერხოს მისი მხარდამჭერი სახელმწიფოების მობილიზაცია მოსკოვში და წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი ისე წარიმართოს, როგორც მას უნდა. თუმცა სლოვაკეთის პრემიერიც დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა. რობერტ ფიცო მოსკოვში გამგზავრების გეგმაზე ჯერჯერობით უარს არ ამბობს, თუმცა მას ფრენა ჩაეშალა მას შემდეგ, რაც ესტონეთმა უარი თქვა, რომ არ შეუშვებს მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცეში. ფიცო ახლა ამბობს, რომ რეალურად ეს არის მისი დასჯის მცდელობა და ასევე ამბობს, რომ მისი ვიზიტის ჩაშლას ცდილობენ, თუმცა მაინც ეცდება შეხვედრები გამართოს პუტინთან. საინტერესოა ისიც, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს ფიცო, თუმცა მის გაწერილ დღის წესრიგში არ არის ნახსენები წითელ მოედანზე დაგეგმილ აღლუმზე დასწრება. ლავროვმა მას შემდეგ, რაც ესტონეთმა თქვა, რომ არ შეუშვებს ფიცოს მის საჰაერო სივრცეში, გაავრცელა განცხადება, რომ ეს არის ევროპელი ლიდერების მცდელობა თვითმფრინავებს გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში ფრენაში ხელი შეუშალოს. მოსკოვისკენ უნდა მიემართებოდეს წესით ახლა უკვე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, ვიცით რომ უკვე ჩასულია ადგილზე ვუჩიჩი, რომელსაც ასევე შეფერხება ჰქონდა მოსკოვში ჩაფრენისას და თითოეული ადამიანი, რომელიც ჩავიდა უკვე 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად, ამბობს, რომ ცდილობს ევროკავშირი მათ დასჯას, მხოლოდ ორი სახელმწიფოა ევროკავშირიდან, რომელიც პუტინის გვერდით დადგება 9 მაისს აღლუმზე. Estonsko nám pred pár minútami oznámilo, že nám... Რა თქმა უნდა, ეს არის განზრახ მცდელობა ჩაშალონ ჩემი ვიზიტი მოსკოვში. ეს უკიდურესად არღოს ჩვენს მთელ პროგრამას. შესაძლოა საღამოს დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრება ვერ შევძლოთ. პროტოკოლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსკოვში ჩასვლა შევძლო და 4 უაღრესად მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. მე უფრო მეტი დრო დამჭირდა აქ მოსასვლელად, ვიდრე იალტაში ჩასასვლელად ჩერჩილს, რუზველტს და სტალინს. მაგრამ ასეთია დღევანდელი სამყარო. მე ვამაყობ სერბეთის დამოუკიდებლობით გადაწყვეტილებების მიღებაში და ჩვენი ბრძოლით ფაშიზმის წინააღმდეგ. უკვე მოსკოვშია ჩინეთის ლიდერი და ამ წუთებში იმართება ოფიციალური შეხვედრა სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს შორის. დიდი ზარზეიმით დახვდნენ ჩინეთის ლიდერს მოსკოვის აეროპორტში, ასევე ტაჯიკეთის, მონღოლეთის ლიდერები არიან უკვე ჩასულები მოსკოვში და კრემლი ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს ამ კადრებს, რომ შექმნა შთაბეჭდილება თითქოს ყველაფერი კარგა და მათ გვერდით დგან ეს სახელმწიფოები და 9 მაისის აღლუმსაც საფრთხე არ შეექმნება. როგორია ახლა რეალობა? ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა თითქოს ზავი გამოაცხადა 8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე სრულად უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი. ასეთი იყო რუსეთის დაპირება, თუმცა უკრაინაში სულ სხვა რეალობა იყო გუშინ ღამე. რუსეთმა ტრადიციულად თავადვე დაარღვია მისივე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ამის ძალიან მკაფიო მაგალითია სუმზე შეტევა, საცხოვრებელი ტერიტორია დაბომბა რუსეთმა, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ქალი და ტერიტორიაზე იყო მასშტაბური საჰაერო იერიში მიტანილი საცხოვრებელი შენობა სრულად განადგურდა და უკრაინიდან ვრცელდება კადრები, როგორია რეალურად პუტინის დაპირება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მეორე შეტევაც განხორციელდა
დონეცკის ოლქში, კოსტიანტინოვკაში და 9 სართულიანი შენობა დაბომბა რუსეთმა. ეგრეთ წოდებული ზავი პუტინის როგორც ჩანს ასე მუშაობს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ის მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და ჯერ კიდევ გზა არსებობს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა რუსეთის ნაბიჯები ყველაზე უკეთ აჩვენებს, ვინ არის ამ ომში დამნაშავე. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ ძალაშია. ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რადგან ის დიპლომატიისთვის რეალურ შანსს იძლევა, მაგრამ სოფლიო ხედავს, რომ სწორედ რუსეთისგან არ არის არანაირი პასუხი ახალი დარტყმების გარდა. ეს ნათლად და აშკარად აჩვენებს, თუ ვინ არის ამ ომის წყარო. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს აუცილებლად მოხდება. ერთადერთი კითხვა დროა. აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა აგრესორის ცა დღესაც არ იყო მშვიდი. які щодня допомагають. უკვე დაწყებულია მოსკოვში დიდი მზადება და კადრები, რომლებიც ვრცელდება, აჩვენებს, რომ სამხედრო აღლუმის წარმატებით ჩასატარებლად პუტინი ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს. ეს დღე პუტინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და 9 მაისის აღლუმი მისთვის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემოიკრებს გვერდით სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს. ვიცით უკვე რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერის უარი მოსკოვში ჩასვლაზე. საინტერესოა უკვე 9 მაისს წითელ მოედანზე რა რეალობა დადგება.